მე ვარ დავით აბულაძე 11 წლის. სწავლობ 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და ფეხბურთი. უფრო მეტად ფეხბურთი მიყვარს. ფეხბურთზე არ დავდივარ, მაგრამ სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. ყველა პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს მეკარეობა. უფრო კარგად სეივები გამომდის. კარგი ნახტომი მაქვს, კარგი სისწრაფე და ამიტომ კარგად გამომდის სეივები. ყველაზე უფრო მეადვილდება პენლების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მიკაუტაძე და საყვარელი გუნდია PSG. კარგი ფეხბურთელი რო ვიყო, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 17 ნომრით. ფეხბურთზე იმიტომ არ შევდი, რომ დრო არ მქონდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება მეცადინეობაში, სწავლაში, ცეკვაში და დავალების დაწერაში. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 5 თვე ვცეკვავ გორდაში. ცეკვაზე შესვლა დიდი ხანია მინდოდა და რომ შევედი ძალიან გამიხარდა. რომ გავიზრდები ხელოვნების ამ სფეროში მინდა რაღაცას წარმოვადგენდე. მახსოვს პირველი დღე გორდაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. პირველ დღეს დავიწყეთ ვარჯიში და ილეთების სწავლა. ცეკვაში ყველაზე რთულია გადაწევა, აი ასე და გადმოწევა. ყველაზე ადვილია ამ ილეთის კეთება. აი ასე. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია მხარული. გორდაში მყავს ორი მასწავლებელი, ნონა მასწავლებელი და გიორგი მასწავლებელი. უფრო მხიარული არის ნონა მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელი არის უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ცეკვა ისე მომწონს, რომ გორდაში მინდა ვიარო 12 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კლასელებიც კარგი მყავს და მასწავლებელიც კარგი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნატალი ზაქარაძე. ყველაზე ცელკია ანდრია ბოლქვაძე. ყველაზე ჭკვიანია ნინო დიასამნიძე. ყველაზე მშვიდია ანური პაპიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია მანანა აფაქიძე. იმიტომ რომ კეთილია, მეგობრულია და ბავშვებს არ უყურის. საყვარელი საგანია ხელოვნება, იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტს. ყველაზე უფრო მიძნელდება პეიზაჟის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს მუქი ლურჯი. ერთხელ ჩემი დახატული პორტრეტი იყო სკოლის გამოფენაზე. ეს ნახატი ყველას მოეწონა, დირექტორს და მთელ სკოლას. ძალიან სიამოვნებდა, რომ ჩემს ნახატთან იყო ბევრი დამთვალიერებელი. ახლა მინდა ვიყო 23 წლის, იმიტომ რომ მინდა ვიმუშაო მამასთან ერთად. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს 3 ძმა, თუმცა მალე მეყოლება და. ჩემი და არის 6 წლის და ჰქვია ბარბარე. ის არის პრანჭია, ლამაზი, უყვარს პამადების სასმა. ჩემი აზრით ბარბარე რომ გაიზრდება გამოვა სტილისტი. მამიკო არის მშრომელი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. საყვარელი ფილმია მელოტი ძიძა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ჩემს ოჯახს გავამდიდრებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი. ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 155 წელი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის სიმდიდრე და საყვარელი საქმის კეთება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.